მადლობთ პრეზიდენტო ტრამპი. მას შემდეგ რაც დღეს თქვით, რომ ირანთან ომი შეიძლება მალე დასრულდეს და ბაზარი მკვეთრად გაიზარდა, რას ფიქრობთ ამაზე? გარდა ამისა, მოსამართლემ დაგავალათ, რომ შეწყვიტოთ ბალომის მშენებლობა. შეწყვეტთ. კარგი, ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ არის, არ ვიცი, ეს ძირითადად, მე თავად დავწერე მისი აზრის ნაწილი. მაგრამ ძირითადად ის ამბობს, რომ კონგრესის დამტკიცება მჭირდება და ის სრულიად ცდება, ეს კერძო სახსრებით ფინანსდება. ეს არის კომპანიების მიერ გაკეთებული შემოწირულობა. ძალიან მდიდარი კომპანიები, ძალიან მდიდარი ადამიანები. რადგან უკვე 150 წელია, რაც აქ ბალრუმის გაკეთება სურთ. ჩვენ გვექნება საუკეთესო ბალრუმი, მჯერა, მთელ მსოფლიოში. და მან თქვა, რომ კონგრესის დამტკიცება გჭირდება. მაგრამ ისინი არ ითხოვენ დამტკიცებას მოქმედებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფულს საერთოდ არ ვიყენებთ. და ეს არ ეხება გადასახადის გადამხდელთა ფულს. არც ერთი თეთრი საჯარო ფულიდან, არც ერთი ცენტი არ არის ჩადებული. და მან თქვა, კონგრესის დამტკიცება გჭირდება. მაგრამ ჩვენ ამ წლების განმავლობაში თეთრ სახლში ბევრი რამ ავაშენეთ. ისინი კონგრესს არ ეკითხებიან თეთრ სახლში სამუშაოების ჩატარებისას. ეს სრულიად ცალკეა. და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არის შეწირულობა. მინდა თქვა, სამეჯლისო დარბაზი შეწირულობა. მან შესანიშნავი შეფასებები მიიღო. პრეზიდენტებს ეს დარბაზი 150 წელია უნდათ. რადგან როცა ვიღებთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი სი, ან სხვა პრემიერ-მინისტრები, ჩვენ არ გვაქვს დიდი ოთახი, გვაქვს აღმოსავლეთის ოთახი, რომელიც ძალიან პატარაა. და მან თქვა, საჭიროა კონგრესის დამტკიცება. მან ასევე აღნიშნა შემდეგი. თუმცა, ეს ჩვენთვის დადებითია. მე ამის უფლება მაქვს. ანუ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მშენებლობა საჭიროების მიხედვით. შევჩერდეთ, ნახოთ რა არის ეს. სრული უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველსაყოფად. თეთრი სახლი და მის გარშემო არსებული ყველა ტერიტორია. აქ დაწერილია დიდი სიფრთხილით და ყურადღებით. თეთრი სახლის ტერიტორიის უსაფრთხოება და დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამას ვაკეთებთ, რადგან ყველაფერი მინაა, არის ტყვია გაუნტარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ მათ შორის სადღესასწაულო დარბაზიც. შემდეგ მოდის მშენებლობა და ყველა საჭირო რამ. წერია, რომ პრეზიდენტისა და მისი გუნდის პირადი უსაფრთხოებაც ამაში შედის. შემდეგ ამბობს, რომ გვაქვს ნებართვა მშენებლობის გაგრძელებაზე. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მან გასცა ბრძანება და მაინც მოგცა 14 დღე. ეს ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ზუსტად ამას ვაკეთებთ. მას აქვს ნებართვა გააგრძელოს მშენებლობა საჭიროებისამე. და როცა საქმე ეხება თეთრი სახლისა და მისი ტერიტორიის უსაფრთხოებასა და დაცვას, უბრალოდ იცოდე, მე რამდენიმე რამ ჩავიწერე. გვაქვს დრონებისგან დაცული სახურავი და საუბარია პრეზიდენტსა და მის გუნდზე. კარგი, ბევრი ტყვია გაუნტარი მინა არ გვაქვს. თეთრი სახლი დიდი ხნის წინ აშენდა. ეს ყველაზე მაღალი დონისა. სინამდვილეში ამას ასე ეძახიან ამ დიაგრამას. გრამა უ ვიდრო, კაფშე. ეს ტყვია გაუნტარია და ბალისტიკური დაცვა აქვს. ძალიან სქელია. ასეა. და ის იქნება 13 მეტრის სიმაღლის. და თითოეული ფანჯარა დაფარულია, თითოეული კარი დაფარულია. სახურავი დრონებისგან დაცულია. გვაქვს უსაფრთხო ჰაერის დამუშავების სისტემები. იცით, ცუდი რაღაცები ხდება ჰაერში, თუ ცუდი ადამიანები არიან. ყველგან ბიოდაცვა გვაქვს. ყველგან გვაქვს ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხო კომუნიკაციის სისტემები. ვაშენებთ საჰაერო იერიშისგან დამცავ თავშესაფრებს. გვაქვს საავადმყოფო და მსხვილი სამედიცინო ობიექტები, რომლებსაც ვაშენებთ. ყველა ეს რამ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროებისამებრ შემიძლია გაგრძელება მშენებლობის. იფიქრეთ ამაზე პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის. ყველა ეს რამ გვაქვს, ასე რომ ამ ხრივ კარგად ვართ. სადაც ის სრულიად ცდება და გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაგრამ მოდი მაგალითს მოგცემ. აქვე გაქვს 300-დან 400 მილიონ დოლარამდე მოპირკეთების მიხედვით. თუ გამოვიყენებ მარმარილოს ან ზვირადღირებულ კედლის საფარებს, 400-მდე ავალ. სხვა შემთხვევაში უკვე უსწრებთ გრაფიკს. ბიუჯეტზე ნაკლები დაგვიჯდა, მაგრამ ეს მოპირკეთებაზეა დამოკიდებული. 300-დან 400 მილიონ დოლარამდე ღირებულების მოპირკეთება დიდ ადამიანებს აჩუქებიათ. ადამიანებს, რომლებსაც ყველა იცნობთ. რომელი ადამიანები, რომელი კომპანიები, დიდი კომპანიები. მათ უნდათ ეს აშენებულიყო, რადგან ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველა პრეზიდენტს ასეთი სივრცე სჭირდებოდა. თქვენთან ბევრს უკვე გქონიათ კარავში ყოფნა. როცა დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ან ვინმე საპატიო სტუმარი ყავდა და თუ წვიმა წამოვიდა, მთლიანად სველი დარჩები, რადგან ბალახი ძალიან სწრაფად სველდება.
ეს ძალიან ნესტიანი ადგილია. ადრე ჭაობს ეძახდნენ და ფაქტობრივად ჭაობია. როცა წვიმს, პრობლემაში ხარ. წყალი ფეხსაცმელზე 3-დან 4 დუიმამდე მაღლა ადის. ეს კარგი შეგრძნება არ არის პრინცი ჩარლზისთვის, რომელიც აქ იქნება მომდევნო კვირებში. ეს მეფე ჩარლზია, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. არ გვინდა რომ ის წლის გუბეში იჯდეს. და ისინი ამას 100 დაფიქრდით, 150 წელი უნდათ და აი აქ არის. ჩვენ ვაშენებთ და ყველაფერი იდეალურადაა დაფარული. გაურკვეველი საკითხი ისაა, რომ მოსამართლემ თქვა, კონგრესის დამტკიცება გჭირდება. თეთრ სახლში ბევრი რამ გაკეთებულა კონგრესის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჯარო ფული არ გამოუყენებიათ. გადასახადის გადამხდელი არც ერთ თეთრს არ დახარჯავს. ეს შენობა წლების განმავლობაში იყო საჭირო. მე არაერთი დარბაზი ამიშენებია და ძალიან კარგად ვიცი როგორ ავაშენო. ეს არ არის ფედერალური რეზერვი, რომელიც 4 მილიარდს ხარჯავს პატარა პროექტში. 4 მილიარდი დოლარი ფედერალური რეზერვის შენობისთვის. ეს კონტრაქტორი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. მას შემდეგ რაც ფედერალური რეზერვის მშენებლობას დაასრულებს. ეს ადამიანი არაკომპეტენტურია. ჯერომ პაუელი, ეს ჩამორჩენილი პაუელი, სრულიად არაკომპეტენტურია. და ის ძალიან სწრაფად უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ის საშინლად მუშაობს და ცუდად აკონტროლებდა ამ პროექტს, იცოდი ეს. მათ დაანგრიეს იმ შენობის ნაწილი, რომელსაც ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მიიჩნევენ. მათ ის დაანგრიეს. სინამდვილეში ვიცით, რომ კონგრესის დამტკიცება აუცილებელი არ არის საბანკეტო დარბაზის ასაშენებლად. ბევრი რამ იქ უკვე აშენდა კონგრესის დამტკიცების გარეშე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ფული უკვე ჩადებულია. ეს არის იმ ადამიანების შემოწირულობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და თეთრ სახლს უყვართ და იგრძნეს, რომ ეს ნამდვილად საჭირო იყო. ბატონო, პრეზიდენტო, კითხვა ერაღზე, რომელიც ამერიკელებს ქვეყანაში ეხებათ. ბენზინის ფასები. დღეს თუ ისინი $4-მდე ავიდნენ. ეს არის $4 ქვეყანაში, რომელიც 6 თვეში ბირთვული არახს არ გაუშვებს. ამასობაში ამერიკელები ზეწოლას გრძნობენ. ისინი თავს ბევრად უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ. როგორ დავაბრუნოთ ისინი რეალობაში? ყველაფერი რაც უნდა გავაკეთო ირანიდან გასვლა და ამას ძალიან მალე გავაკეთებთ და შემდეგ ისინი დაეცემიან. და აქციები დღეს თითქმის რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. რადგან ისინი ორ რამეს იციან. პირველ რიგში ჩვენ უსაფრთხო ქვეყანა გვაქვს. ჩვენ მოგვიწია მცირე გადახვევა, რადგან იყო ერთი შეშლილი სახელად ხომეინი, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი. და ჩვენ უკვე გქონდა რეჟიმის ცვლილება. ერთი რეჟიმი დავამხეთ და შემდეგ მეორე რეჟიმიც დავამხეთ. ეხლა კი სრულიად განსხვავებული ხალხი ჯგუფი გვყავს. ისინი ბევრად უფრო გონიურულები არიან ჩემი აზრით. ბევრად ნაკლებად რადიკალიზებულები. რეჟიმის ცვლილება მოხდა. ჩვენ ბევრად უფრო რაციონალურ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ეს საოცარია, რას გავაკეთეთ. მოგვიწია მცირე გადახვევა. როცა ბაზარმა რეკორდები მოხსნა რამდენიმე კვირის წინ, დიოელზე 50,000 მიაღწია. და S&P-ზე 7,000 ხალხს უთხარი დროა გადახვევისთვის. იმიტომ რომ ერთი შეშლილი მყავს, რომელსაც ბირთვული იარაღი უნდა. თუ მას ბევრით არ გავანეიტრალებდით, ეხლა ბირთვული იარაღი გვექნებოდა. ის უკვე იქნებოდა გამოყენებული დღემდე. და შეიძლება შენც კი არ იდგე აქ და ამ კითხვას არ სვამდე. ხომ ასეა? ქვეყანა ამას კარგად ესმის. ნახე რომ CNN-მა ჩაატარა კვლევა მაგას ამომრჩევლებზე და ჩემი კვლევის შედეგი იყო 100% ამ კვლევას არავინ აშუქებს. მათ ჰქონდათ კიდევ ერთი კვლევა, სადაც დამტკიცების მაჩვენებელი იყო 92% და მგონია რომ ხალხი ამას კარგად ხვდება. ჩვენ ძალიან მალე გამოვალთ. და თუ საფრანგეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება ნავთობით ან გაზით, თქვენ იცით, ეს მაშინ როცა ისინი სრუტეში ავლენ. და ჰორმუზის სრუტე. ისინი იქამდე მიდიან და შეძლებენ თავიანთ დაცვას. ფიქრობ სინამდვილეში ეს ძალიან უსაფრთხო იქნება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვეხებით. რაც არ უნდა მოხდეს სრუტეში, ჩვენ არ ვიქნებით ჩართული. იმიტომ რომ ეს ქვეყნები ჩინეთი იქ მიდის, ავსებს თავის ლამაზ გემებს და მიდის. და ისინი საკუთარ თავს მიხედავენ. არ არსებობს მიზეზი რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ. ჩვენ მათ ძლიერად დავარტყით. ჩვენ გავანადგურეთ ბევრი რადიკალიზებული გიჟი სრუტის გასწვრივ. მაგრამ თუ მათ რამე უნდათ, მაგრამ მე ვიტყოდი რომ დაახლოებით ალბათ 2 ან 3 კვირა. ჩვენ ძლიერად ურტყამთ მათ. გუშინ ღამით რამდენიმე რაკეტის ქარხანა გავანადგურეთ. როგორც ალბათ წაიკითხეთ. ჩვენ გავანადგურეთ. ბოდიშით. მაპატიეთ. თეორია ერთი იქნება. თლიანად დაიწვება. მე იფიქრე 2 ან 3-ზე. კვირა. წავიდეთ. ამის გაკეთების მიზეზი არ არსებობს. ამ ადგილის პრობლემა ისაა, რომ ვიღაცა ბიჭს შეუძლია ნაღმი აიღოს, წყალში ჩააგდოს და თქვას, უსაფრთხო არ არის. ეს არ არის ისე თითქოს.
მთელი არმიის ან ქვეყნის განადგურება. მათ შეუძლიათ ეს გამოიყენონ. ან შეიძლება სანაპიროდან ტყვიამფრქვევები გამოიყენონ გემის წინააღმდეგ. Ou talvez míssil portátil. ეს არის F-0. ეს ჩვენთვის არ არის. ეს იქნება საფრანგეთისთვის და იმათვის, ვინც ამ ვაჭრობას გამოიყენებს. მაგრამ გონია რომ როცა წავალთ, ალბათ ყველაფერი მოგვარებული იქნება. დღეს გავიგე რომ ბევრი გემი გადიოდა იქით. ეხლა მათთან მოლაპარაკეობთ. ისინი დაბრუნდნენ. ეხლა ჩვენთან რეჟიმის სულილება მოხდა. რეჟიმის სულილება ჩემი მიზანი არ ყოფილა. მე ერთი მიზანი მქონდა. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ჩვენ ვასრულებთ საქმეს და ვფიქრობ რომ შეიძლება ორ კვირაში ან რამდენიმე დღით მეტი დავჭირდეს რომ საქმე დავასრულოთ. მაგრამ ჩვენ გვინდა აბსოლუტურად ყველაფერი გავანადგუროთ რაც ეხლა აქვთ. შესაძლებელია რომ მანამდე შეთანხმებას მივახციოთ. ეს დაარტყამს ხიდებს და უკვე რამდენიმე მათგანს დავარტყით. ჩვენ დავარყამთ რამდენიმე ხიდს, რამდენიმე უკვე გვაქვს განზრახული. მაგრამ თუ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მოვლენ, ეს კარგი იქნება. მაგრამ ნიშნულობა არ აქვს მოვლენ თუ არა ისინი. ჩვენ ისინი დავახოვნეთ. მათ 15-დან 20 წლამდე დასჭირდებათ იმისთვის რომ აღიარონ და აღადგინონ ის რაც ჩვენ გავუკეთეთ. მათ არ აქვს საზღვაო ძალები, მათ არ აქვს შეიარაღებული ძალები. მათ არ აქვს საჰაერო ძალები, მათ არ აქვს ტელეკომუნიკაციები, მათ არ აქვს ანტისაჰაერო სისტემები. მათ არ ყავთ ლიდერები, მათი ლიდერები წავიდნენ. ჩვენ შევცვალეთ რეჟიმი, ეხლა ჩვენ გვყავს ახალი ლიდერები. გმადლობთ, ტრამბო. ამბობენ რომ ბალრუმს დრონებისგან დაცული სახურავი სჭირდება. დრონებისგან დაცული, ხომ ასეა? ბოლ დროს დრონების ჯგუფები დაფრინავენ აშშ-ის მნიშვნელოვან სამხედრო ბაზებზე. ცნობების მიხედვით ისინი არც კომერციულია და არც ბლოკირებადია. ეს შეიძლება სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები იყოს. მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ შესანიშნავი სისტემა გვაქვს. შენ ხომ შეამჩნიე რომ ბოლო 4 თუ 5 დღის განმავლობაში ბევრი დრონის შეტევა არ ყოფილა. ჩვენ მართლაც დაუჯერებელი ანტიდრონული შეიარაღება გვაქვს. მაგრამ შენ გინდა მაგალითად ბანკეტების დარბაზი გქონდეს. ჩვენ ძალიან გამძლე ფოლადის სახურავი გვაქვს. ნამდვილი ფოლადია სხვა ელემენტებით. და შენ უნდა გქონდეს, თუ შენ უსაფრთხოებისთვის შენობას აშენებ, როგორც მოსამართლის აზრია. პრეზიდენტისა და გუნდის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო. მათ აქვთ. შენ სჭირდება მძიმე და ძლიერი სახურავი შენობებისთვის. შენ სჭირდება ნამდვილად სქელი ტყვია გაუნტარი, ბალისტიკური მინა. და ჩვენ ეს გვაქვს. სხვა შენობებს არ აქვთ, იცი? თანამედროვეებს. შედარებით თანამედროვე შენობებს ეს არ აქვთ. მათ აქვთ მხიფე სახურავები და ჩვეულებრივი მინის ფანჯრები. მაგრამ იყო ეს ინციდენტი ბარჩდეილში, სადაც როგორც ჩანს, მთელი დრონების გუნდი რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა ასაფრენ ბილიკზე. იქ ბევრი მართლაც მნიშვნელოვანი თვითფრინავია. რამდენად შეშფოთებული ხარ, რომ ეს შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს, რომელიც უბრალოდ იკლევს სიტუაციას? მე ვარ. მე ვიცი ამის შესახებ. მათ გამოიძიეს ეს და საკითხის არსამდე მივიდნენ. იცი, შენ ბევრი ხალხი ყავს. ეხლა გადაფრენები ყველგან ხდება და ჩვენ ძალიან მკაცრად ვექცევით მათ, მაგრამ უკვე შევძელით მათი ლიკვიდაცია. სამხედრო თვალსაზრისით მარტივად გავანადგურეთ ისინი. სიახლეა ლაზერები. იცი, ლაზერები ძალიან ეფექტურები ხდებიან. თუ დრონს დაარტყამ, ჰაერში დნება. ეს სანახავად მართლაც მშვენიერია. თუ ის შენს მიმართულებით მოდის, ლაზერის ქონა ძალიან კარგია. მაგრამ ჩვენ გვაქვს, არსებობს დრონების წინააღმდეგ თავდაცვის მეთოდები. გულისხმობ თავდაცვის თვალსაზრისით უპირატესობა ისაა რომ ისინი ძალიან სწრაფები არ არიან შედარებით F-22-თან იმ თვითფრინავთან იქ. ისინი ნელებია და შეიძლება ჩამოაგდონ მაღალი ხარისხის თვითფრინავებმა, რომლებიც ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი გვყავს. და ეს რას ნიშნავს? ამ კვირაში ვირუსული ვიდეო იყო, არ ვიცი ნახე თუ არა. ვერტმფრენები კიდროკის სახლში ნეშვილში. ნახე ეს? არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან გაერთნენ. არმიამ უკვე გამოაცხადა, რომ ეკიპაჟები დროებით ჩამოაშორეს. რას ფიქრობ? დამოკიდებულია. ალბათ არ უნდა გაეკეთებინათ ეს. დიახ, თქვენ არ უნდა გეთამაშათ აქ. მე შევხედავდი ამას. მათ კიდროკი მოსწონთ, მე კიდროკი მომწონს. შეიძლება ცდილობდნენ მისი დაცვას, არ ვიცი. მართლა სჭირდება ირანს ზევასთან შეთანხმების დადება თავისი ოპერაციის დასასრულებლად? არა. ირანს არ სჭირდება შეთანხმების დადება? ირანს არ სჭირდება შეთანხმების დადება. არა. დიახ, ბევრ ადამიანთან ვისაუბრე. ეს ახალი რეჟიმია. ისინი ბევრად უფრო ხელმისაწვდომები არიან. ისინი მართალნი არიან. იცით მათ თქვეს, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენთვის საჩუქარი გვაქვს, პატივისცემის ნიშნად. მათ თქვენ. მოიცადეთ ერთი წუთით. გინდათ რომ კითხვას უპასუხო. თქვენ საკმაოდ თამამი ადამიანი ხართ, იცით? ბევრი პრობლემა გქონდა თქვენთან, არა? არა, მათ არ აქვს. თქვენ დამისვით კითხვა, არა, მათ არ ჭირდებათ ჩემთან შეთანხმების დადება. როდესაც ვიგრძნობთ, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში დაბრუნდნენ ქვის ხანაში, რომ ვერ შეძლებენ ბირთვული იარაღის შექმნას, მაშინ წავალთ.
შეთანხმება იქნება თუ არა, ეხლა ეს არ აქვს მნიშვნელობა. შესაძლოა შეთანხმება გოექნება, რადგან მათ სურთ შეთანხმება. მათ შეთანხმების დადება ჩემზე მეტად სურთ, მაგრამ მალე ყველაფერს დავასრულებთ. ისინი წლების განმავლობაში ვერ შეძლებენ ბირთვული იარაღის წარმოებას და როცა დიდი ხნის შემდეგ საბოლოოდ შეძლებენ ბირთვული იარაღის შექმნას, თქვენ გეყოლებათ პრეზიდენტი, რომელიც ჩემსავით იქნება და ის იქცავა და ისევ გაანადგურებს მათ, რადგან მათ ბირთვული იარაღი არ უნდა ქონდეთ. ისინი ძალიან რადიკალიზებული ხალხია. მათ ყავთ ძალიან ავადმყოფი ლიდერები. და უნდა თქვა, რომ ლიდერობა, ვისთან გვაქვს ახლა საქმე? ახალი რეჟიმი, რადგან ახლა ახალი რეჟიმი გვაქვს. და ახალი რეჟიმი ბევრად უკეთესია ვიდრე წინა. ბატონო პრეზიდენტო, ირანის მთავრობამ დღეს რამდენიმე ამერიკულ კომპანიას, Google-ს და Apple-ს დაემუქრა. რით დაემუქრენ ამ კომპანიებს, ბატონო პრეზიდენტო? იარაღით, კარგი. ეს არის. კარგი კითხვა. ჩემი კითხვა შენთვის არის. აშეთეში მათ ესაუბრება რით დაემუქრნენ ამ კომპანიებს? მართლა არ ვიცი. როგორ დაემუქრნენ მათ? ვიცი რომ მათ დაემუქრნენ. რას ნიშნავს ეს? საკმარისია. თქვენს რომ საზღარია, თავრობა კონტაქტში ამ კომპანიებთან, შენ მათ მხარს უჭერ. შენ. აცი კი ვიცი რა იყო მუქარა. არ მინახავს, რა მუქარა იყო, ამაზე დავბრუნდები. ხო, აპირებენ აფეთქებას, თავდასხმას. ეს არასწორია. იცი რას არ გააკეთებენ? არ აპირებენ მათ ბირთვული იარაღით თავდასხმას. ეს რამე გაწუხებთ ბატონო? არა. ირანის რევოლუციური გვარდია ემუქრება აშეთ-სოშისის 18 კომპანიას, მას შემდეგ რაც 1 აპრილიდან ირანელი ლიდერების მიზანმიმართული მკვლელობები დაიწყო. Nvidia, Apple და Microsoft. ამ ადამიანებიდან ზოგი უკვე გარდაიცვალა. დიახ, პიტერ. ერთი რამ თქვენი შვილის განავს. ერიკმა გამოაქვეყნა ფოტო მომავალი ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის უზარმაზარი ცათამბჯენის. ეს ყველაფერი ბიბლიოთეკაა, კიდევ რა შევა იქ? ეს არის ბიბლიოთეკა და მუზეუმი, მაგრამ მე არ დავიწყდი მანამ, სანამ თანამდებობას არ დავტოვებდი. მე არ მჯერა ბიბლიოთეკების ან მუზეუმების აშენების. ეს მართლაც გავს ბარაკ ჰუსეინ ობამასას ჩიკაგოში. ის არ არის კარგ ადგილას. ეს არის არამიმზიდველი შენობა, დაგვიანებული და ბიუჯეტზე მეტი. მგონი აქ რაღაც შესანიშნავს ნახავთ. დროულად და ბიუჯეტში დასრულებულს. მაიამის საუკეთესო მდებარეობა. ამბობენ, რომ ეს მაიამის საუკეთესო კვარტალია და სახელმწიფო საბჭო. ადამიანები იცხოვრობენ სართულებზე. არა, ალბათ ეს იქნება სასტუმრო, იცით? ეს კონცეფცია შეიძლება ოფისისთვისაც იყოს, მაგრამ ალბათ ეს იქნება სასტუმრო. ქვემოთ ლამაზი შენობით. და Boeing 747 Air Force One ლობიში, რაც გამოწვევა იქნება. ხვალ უზენაესი სასამართლო მოისმენს არგუმენტებს თქვენი არამასურლებელი ბრძანების შესახებ, რომელიც ცდილობს დაბადებით მოქალაქეობის უფლებას წერტილი დაუსვას. და მე წავალ. შენ ხვალ უზენაეს სასამართლოში მიდიხარ უბრალოდ დაჯექი და მოусმინე. რადგან ეს არგუმენტი უკვე დიდი ხანია მესმის და ეს არ ეხება ჩინელ მილიარდერებს ან სხვა ქვეყნების მილიარდერებს. რომ უცებ 75 ბავშვი ან 59 ბავშვი ერთ შემთხვევაში. ან 10 ბავშვი ხდება ამერიკის მოქალაქე. ეს ეხებოდა მონებს და თუ დააკვირდებით, მონებზე ვსაუბრობთ, სამოქალაქო ომის მონებზე. და თუ დააკვირდებით, როდის იქნა ეს წარმოდგენილი, მთელი ეს კანონმდებლობა, ყველაფერს დაბადებით მოქალაქეობას ეხება, სამოქალაქო ომის ბოლოს იყო. მიზეზი ის იყო, რომ ეს მონების ბავშვებს ეხებოდა, მონების ბავშვების დაცვას. ეს არ ეხებოდა მულტიმილიონერებისა და მილიარდერების დაცვას, რომლებიც უნდათ, რომ მათ შვილებს ამერიკის მოქალაქეობა მიეღოთ. ეს ყველაზე აბსურდული რამაა, რაც ოდესმე მინახავს. ეს საკითხი წლების განმავლობაში იურიდიული სფეროს წარმომადგენლების მიერ ძალიან ცუდად იქნა განხილული. თუ გადახედავთ მოქალაქეობის დაბადებით მინიჭების შესახებ ორიგინალ დოკუმენტებს, ყველა ეს დოკუმენტი სამოქალაქო ომის შემდეგ გამოქვეყნდა. მიზეზი ის იყო, რომ ეს ეხებოდა მონების ბავშვებს და იმედი მაქვს ეს აჩვენებს, როგორ ითხოვებენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვიღებთ ამდენ ხალხს, მათთვის უფლებებს ხიდიან. ხალხი ამით ცხოვრობს, დიდ ფულს შეუვლობს, ასობით 1000 და მილიონობით დოლარსაც კი იღებს. უბრალოდ იმიტომ, რომ ხალხს მოხავს და ამბობენ: გილოცავთ, მთელი თქვენი ოჯახი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდება. ეს ამისთვის არ იყო განკუთვნილი. მილიარდერებს არ უნდა მოეყვანათ აქ ხალხი ან ოჯახის წევრები. ეს მონების შვილებისთვის იყო. და რა არის ის, რაც რეალურად უნდა გააკეთოთ? ფიქრობ, იურისტები ამაზე ბევრს არ საუბრობენ. უნდა დააკვირდეთ, როდის დასრულდა სამოქალაქო ომი და როდის იქნა ეს მიღებული. კარგი, ეს უკვე იყო უზენაეს სასამართლოში. პირველად მიდის ეს საქმე სასამართლოში.
არა, მე უკვე ვიყავი. უზენაესი სასამართლოს გახსნა წინამმართველობის დროს და რომელ მოსამართლეებს მიაქცევთ ყველაზე მეტ ყურადღებას? ზოგიერთი მათგანი მომწონს. ზოგიერთი სხვა არ მომწონს. და იცი, თქვი რაც გინდა, მაგრამ არიან ისინი, ვინც ბარაქ ჰუსეინ ობამამ და ბაიდენმა წარადგინეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი გაქვს საქმე. თუნდაც საუკეთესო იყოს, ისინი შენს წინააღმდეგ გადაწყვეტენ. ყოველთვის ასე აკეთებენ და ასე არ უნდა ყოფილიყო. ეხლა რესპუბლიკელები ხშირად ძალიან განსხვავებულები არიან. მათ სულთ აჩვენონ, რამდენად პატიოსნები არიან. კაცი ნიშნავს მათ და ისინი მის წინააღმდეგ წყვეტენ. ვამაყობთ, რომ ტრამპის წინააღმდეგ გადავწყვიტეთ. ჩვენ ამაზე მაღლა ვდგავართ. ზოგი ამბობს, რომ ეს შესამჩნევია და არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ისინი ძალიან სულელები არიან. მაგრამ დემოკრატები არასდროს უშვებენ შეცდომას ერთ საკითხში. როცა ბარაქ ჰუსეინი ობამა, ან როცა ბაიდენი ვინმეს ნიშნავს, ისინი ყოველთვის მისდევენ ამ ხაზს. შეგიძლიათ გქონდეთ ისტორიაში საუკეთესო საქმე. და თითქმის, გონი არ უნდა ვთქვა თითქმის, მაგრამ შეიძლება არც კი დამჭირდეს ამის თქმა. გამონაკლისის გარეშე ეს ადამიანები, 4 მათგანი, ზოგჯერ 5, მაგრამ ძირითადად 4, ყოველთვის თქვენ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. თქვენ არ გაქვთ არანაირი შანსი გაიმარჯვოთ. არ გაქვთ შანსი. და სასამართლო სისტემა ამისთვის არ არსებობს. რესპუბლიკელების მიერ დანიშნულები ასე იქცევიან. ეს უკვე მრავალი წელია ასე ხდება, ბევრად ადრე ჩემამდე. ზოგი ამას სიბრიყვეს ან უერთგულებას დაარქმევს. სხვები კი იტყვიან, რომ ისინი მართალნი არიან. მე არ მადარდერს მართალი ვიყო თუ არა, მაგრამ მეორე მხარე ამას იშვიათად აკეთებს. თითქმის არასდროს. გონია, რომ შეიძლება ერთი ან ორი შემთხვევა იპოვოთ. თითქმის არასდროს აკეთებენ ამას. როცა დემოკრატი ნიშნავს მოსამართლეს. და მე ვსაუბრობ მოსამართლეებზე, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. თუ თქვენ აღმოჩნდებით ვაშინგტონში, DC-ში, ზოგიერთი ამ დემოკრატი მოსამართლის წინაშე, თქვენ არ გაქვთ შანსი. ამიტომაც მივეცი შეწყალება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე ცუდად მოექცნენ 6 იანვართან დაკავშირებით. მე ვარ საჩუქარი. გაქვს კითხვა, მოდი არ დაგინახე იქ, ძალიან თავაზიანი ხარ. მოდი დავიწყოთ. ეხლა ის თუ კითხვას დამისვამს. ისინი ერთიანები არიან. გონია, რომ შეიძლება ფეტერმანი ყავდეს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დემოკრატები ერთიანად ეწინააღმდეგებიან და შენ მათი ხმები გჭირდება თუ რამე ჭკვიანურს არ გააკეთებ. მაგალითად, ეგრეთ წოდებულ ფილიბასტერის გაუქმება. ეს ისა, რაც რესპუბლიკელებს უნდა აკეთებდნენ, მაგრამ არიან რესპუბლიკელები, რომლებიც შეიძლება არც ისე ჭკვიანები არიან, რადგან დემოკრატები ამას გააკეთებენ. პირველივე დღეს შეიძლება პირველივე საათში. საკითხი ისაა, პირველ საათში იქნება ეს თუ პირველ დღეს. ვის შეიძლება დაიჯეროს, რომ ადამიანი ამას პლენარულ სტომაზეც კი ვერ მიიტან, რომ ვინმე მისცეს ხმა მის სასარგებლოდ. დაფიქრდი ამაზე. მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამომრჩევლის იდენტიფიკაციისთვის და ჩვენ კიდევ ერთი დავამატეთ ფოსტით ხმის მიცემის შესაძლებლობა. გარდა სამხედროებისა, ავადმყოფებისა, მოგზაურობაში მყოფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა, ჩვენ საკმაოდ გულუხი გამონაკლისები გვაქვს, მაგრამ ვინ დაიჯერებდა, რომ ამ საკითხებზე ხმების მოპოვება შესაძლებელი იქნებოდა? და შემდეგ დავამატეთ ტრამპის საუკეთესო ნაწილი. არ ჩავთეთ მამაკაცებისა და ქალების სპორტი, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ეს ჩავთეთ და ვთქვით, ტრანსგენდერები და გენდერული დასახიჩრება ჩვენს ბავშვებში არა. ამ ყველაფერს 90, 95, შეიძლება 98 ზოგ შემთხვევაში, შეიძლება 99%-იც კი უჭერს მხარს. თუ პირველ ორ პუნქტს გაითვალისწინებთ, მგონია რომ 98-99%-ია. ამომრჩევლის იდენტიფიკაცია, ხო ასეა? თქვენ არ ფიქრობთ, არ არის კარგი ფოტო რო იყოს? თქვენ არ ფიქრობთ, რომ კარგია დემოკრატებმა თავიანთი კონვენცია რომ ჩაატარეს და ესეც მახსოვს. არენაში შესასვლელად იდენტიფიკაცია გჭირდებოდა და მათ ჰქონდათ ვარათი, რომელიც უფრო დიდი იყო ვიდრე მათი უმეტესობის მკერდი. და ყველაფერი ეწერა, მათი ფოტოებიც კი იყო. და თუ ეს ვარათი არ ჰქონდა, გარეთ გაგიშვებდნენ. ბოლო დროს ნიუ-იორკში დიდი თოვლი მოვიდა. მერმა მანდემი ადამიანებს თხოვა თოვლი გაეწმინდათ. მაგრამ ფოტო იდენტიფიკაცია გჭირდებოდა თუ არ ჰქონდა. და ეს მხოლოდ ერთი იდენტიფიკაცია არ იყო. ორი უნდა გქონოდა, რომ თოვლი გაგეწმინდა. NNI-ში ორმაგი ფოტო იდენტიფიკაცია გჭირდება, მაგრამ არჩევნებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გჭირდება.
დემოკრატებს იდენტიფიკაცია არ უნდათ, რადგან თაღლითობას სურთ. პრობლემა ისაა, რომ მათი ხმები გჭირდება. ამის მისაწევად მათი ხმები აუცილებელია. მოხედე, ისინი იციან, მათი პოლიტიკა საშინელია. იციან, რომ თუ ამ ხმებს მისცემენ, შეიძლება აღარასდროს მოიგონ არჩევნები. ისინი იბრძვიან რომელზე? ისინი ფაქტობრივად საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან მათი პოლიტიკის გამო. რესპუბლიკელებს აქვთ შესანიშნავი პოლიტიკა, გონიერი პოლიტიკა, ძლიერი საზღვრები, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და დაბალი გადასახადები. ჩვენ მოგცეთ ისტორიაში ყველაზე დიდი საგადასახადო შეღავათი. ჩვენ გვინდა ძლიერი არმია და დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი, შეიარაღებული ძალები. ნახეთ რა მოხდა ვენესუელაში, ეს მართლაც საოცარი იყო. ხალხმა თქვა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი სამხედრო მანევრი, რაც კი ოდეს მეუნახავთ. ნახეთ რა ხდება ირანში. ჩვენ ვართ, მინდა ვთქვა, ჩვენ სრულიად შეზღუდვების გარეშე ვართ. ყველაფერი დაბომბვით განადგურებულია. მათ არ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ არაფერი აქვთ. მათ ცუდი არაფერი აქვთ. შეხედეთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. დემოკრატებს ეს არ უნდათ. და როცა ვკითხულობ New York Times, ისინი ამბობენ, რომ ისინი კარგად იბრძვიან. სინამდვილეში ისინი არც იბრძვიან და არც ისვრიან. ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. ჩვენ გვყავს თვითმფრინავები. თვითმფრინავები უბრალოდ დომინირებენ ცაზე. ჩვენ გვყავს თვითმფრინავები ის ორი. ჩვენ გვყავს მაგარი თვითმფრინავი. ლინკოლნი თანამედროვე შეხებით. დიდი ბენჯამინ ფრანკლინი თანამედროვე შეხებით. მაგრამ დააფიქდი ამას. ისინი დაფრინავენ თეირანის ცაზე, მათ არც კი ესხმიან თავს, რადგან მათი აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია. მათ არაფერი აქვთ სასროლი, ჩვენ გვაქვს, მათ არ აქვთ საზღვაო ძალები, არაფერი აქვთ. და უბრალოდ დაფიქრდი ამაზე. მათ არ აქვთ საზღვაო ძალები, არ აქვთ შეიარაღებული ძალები, არაფერი აქვთ. ისინი მარცხდებიან, აღიარებენ დამარცხებას და შეთანხმების დადებას ევედრებიან. და თუ წაიკითხავ ყალბ New York Times, ორუმპირებულ გაზეთს, რომელსაც უჩივი და მგონია, რომ ძალიან კარგად გამომივა, მაგრამ თითქმის იფიქრებდი, რომ ვინც იგებს, ისიც ასეთი თაღლითია. მაგრამ უბრალოდ რომ დავასრულო New York Times-ზე, თუ წაიკითხავდით New York Times ჩემს საარჩევნო გამარჯვებამდე, განსაკუთრებით პირველ გამოცემას და მეორესაც მე სამჯერ მოვიგე. სამჯერ დამაჯერებლად გავიმარჯვე. მაგრამ მოდით მესამე გამარჯვებაზე ვისაუბროთ. თუ New York Times წაიკითხავდით, ითხოვდა, ტრამპი წააგებს. მაგრამ მე დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. ხალხის ხმებიც მოვიგე, საარჩევნო კოლეგიაშიც გავიმარჯვე. უზარმაზარი სხვაობით, ხომ ასეა? უზარმაზარი. მე ვიმარჯვე რაიონებში 86%-ში გავიმარჯვე. ეს ყველაფერი ხალხის ხმების მოგება რესპუბლიკელისთვის იცით რაღაც საოცარია. მაგრამ თუ თვეების განმავლობაში New York Times კითხულობდით, გაიგებდით ისეთ რაღაცებს, როგორიცაა. ტრამპი ასე ცუდად გამოდის. ჩვენ უნდა მოვაბაროთ ჩვენი მედიის საკითხი. მიზეზი, რის გამოც მათი ტირაჟი ძალიან დაბალია, The New York Times-ის ტირაჟი. როგორც იცით, საკმაოდ დაეცა. Washington Post თითქმის გადაშენებულია. ან გაზეთები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, ზოგადად გაზეთები, ხალხი აღარ ენდობა მედიას. და ბოლოს მე მივიღე 93% უარყოფითი გაშუქება. ზოგი ამბობს 97, მაგრამ ეს რიცხვები მერყეობს. 97%-მდე უარყოფითი მასალებია. შეიძლება კაროლი მიცუდად მუშაობს, არ ვიცი, ის ჩემი წარმომადგენელია. მისი მუშაობა საშინელია, მაინც ვტოვებთ მას. მგონი ასია. მე ვიღებ 93-დან 97%-მდე ცუდ პრესას. ყველაფერი ტყუილია. დიდი უპირატესობით გავიმარჯვე მაშინ, როცა 93-დან 97%-მდე უარყოფითი მასალები და კრიტიკა მოდის. და მაინც იგებ, იცი ეს რას ნიშნავს? ხალხი არ უჯერებს მედიას და როცა მას არ ენდობიან, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. თუ გადახედავ New York Times ან Washington Post-ს, ისინი იმდენად ხალბები არიან. Wall Street Journal-იც მხოლოდ სუდ სტატიებს აქვეყნებს. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ისინი სუდად არიან. მათი ტირაჟი ძალიან დაეცა. Wall Street Journal-ი არ ვიცი ნახეთ თუ არა, გუშინდელი მონაცემები New York Times-ის ტირაჟი ძალიან დაეცა. Wall Street Journal-იც და Washington Post-იც დაეცნენ. იმიტომ რომ ხალხს აღარ სჯერა მათი. და ეს არ არის გაზეთის ბრალი, არც ბეის, უბრალოდ მათ აღარ აქვთ სანდოობა. რაც ძალიან სამტუცუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ყველას. ფიქრობ კენჭის ხრაზე პრეზიდენტო.